ზღვის გადაღმა რომ გავიდნენ, ნავიდან გადმოსვლისთანავე მაშინვე შეხვდა არაწმიდა სულით შეპყრობილი კაცი სამარხებიდან. შორიდანვე დაინახა იესო, მიირბინა მასთან და თაყვანისცა. ხმამაღლა იყვირა და უთხრა: რა გინდა ჩემგან, ძეო უზენაესი ღმერთისა? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ. კითხა მას იესომ: რა არის შენი სახელი? უპასუხა: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ. და ძალიან ევედრებოდა, რომ არ გაეძევებინა ისინი იმარე-მარედან. იქვე მთაზე მობალახე ღორების დიდი კოლტი იყო. ევედრებოდნენ მას და ამბობდნენ: შეგრეკე ღორებში, რომ შევიდეთ მათში. დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები ღორებში შევიდნენ. ღორების კოლტი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და დაიხრჩო. მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს მომხდარი ამბავი. მოვიდა ხალხი იესოსთან და დაინახეს. ეშმაკეული, ლეგიონი რომ ყავდა, შემოსილი და გონთმოსული ზის და შეშინდნენ. დაუწყეს ხვეწნა იესოს, ჩვენს საზღვრებს გაეცალეო. როდესაც ნავში ადიოდა, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, თან წამიყვანეო. მაგრამ ნება არ დართო იესომ და უთხრა: წადი შენ სახლში და უთხარი, რა გაგიკეთა ღმერთმა და რაოდენ შეგიწყალა.